ხო, დაუბრუნდით. და ორი სიტყვა, რომელიც სათაურებში დომინირებს, არის ბლოკადა და ცეცხლის შეწყვეტა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, მოდით მოვისმინოთ, რას ამბობდა აშშ-ში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამაზე ბოლო ინტერვიუში. ფიქრობ, თუ ისრაელებს გითხოვდით, გეტყოდნენ, რომ იდეალური შედეგი იქნებოდა ძლიერი ლიბანური მთავრობა და ძლიერი ლიბანის შეიარაღებული ძალები, რომლებიც შეძლებდნენ ჰეზბოლას დაშლას, რათა შეეჩერებინათ ეს თავდასხმები და საბოლოოდ უზრუნველეყოთ, რომ ისინი აღარ იარსებებენ როგორც სამხედრო ერთეული. ეს არის ის იდეალური შედეგი, რომელსაც ისრაელები ისურვებდნენ. ვფიქრობ, ეს ის არის, რაც ლიბანელებსაც სურთ. ფიქრობ, პრობლემა, რომელსაც ამჟამად მოკლევადიან პერსპექტივაში ვაწყდებით, ის არის, რომ ლიბანის შეიარაღებულ ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქონდეთ სურვილი, ამ ეტაპზე არ აქვთ სრული შესაძლებლობა, გაუმკლავდნენ ყველა იმ საფრთხეს, რომელიც ჰეზბოლადან ლიბანის შიგნით მოდის. თქვენ თქვით, ცეცხლის შეწყვეტა და ბლოკადა, ლიბანში ბლოკადაზე არავინ საუბრობს. ბლოკადა ირანს ეხება. ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაა, მაგრამ ეს მხოლოდ ნახევრად ცეცხლის შეწყვეტაა, რადგან ისრაელი მიზანში ირებს ჰეზბოლას, ხოლო ჰეზბოლა სამწუხაროდ ისრაელს ესმის თავს, განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს ჩრდილოეთში. ეს კონფლიქტია, რომელიც უფრო შეზღუდულია მასშტაბით, მაგრამ კონფლიქტი მაინც გრძელდება. და გუშინახე ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის მიერ გავრცელებული კადრები, სადაც სამხრეთ ლიბანში ქალაქების ქვეშ გვირაბებს აფეთქებდნენ, სადაც მათ ააშენეს ეს უზარმაზარი სამხედრო ინფრასტრუქტურა, რაღაც მსგავსი იმას, რაც გაზაში ვიცოდით, სადაც ჰამასმა ააშენა დიდი სამხედრო ინფრასტრუქტურა სამოქალაქო ობიექტების ქვეშ. და შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო ამბობს, რომ ისრაელი ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მაგრამ ასე არ არის. სინამდვილეში ჩვენ ვანადგურებთ სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომელიც აშენებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ქვეშ. დიახ, აბსოლუტურად. სასტრაფოები და ასე შემდეგ. დიახ, აბსოლუტურად. ჰეზბოლას და ჰამას ერთი და იგივე სტრატეგია აქვთ და ეს ირანსაც ეხება. თქვენ იმალებით ადამიანური ფარის უკან, რასაც თქვენ ადამიანურ ფარს უწოდებთ. როდესაც ჩვენზე თავდასხმა ხდება, როდესაც ისრაელზე თავდასხმა ხდება და ის პასუხობს, ის ურტყამს სამიზნეებს, რომელსაც მსოფლიო ანტიისრაელური სამყარო სამოქალაქო ობიექტებს უწოდებს. მაგრამ მოდით ერთი წუთით ვისაუბროთ ამ ორ არენას შორის კავშირზე. და მინდა უბრალოდ არ დავეთანხმო ერთ საკითხში, რაც რუბიომ ახლახან თქვა, მიუხედავად იმისა, რომ რუბიო სრულიად ისრაელის მხარესაა. და ამ ხრივ მის მიმართ არანაირი კრიტიკა არ მაქვს, მაგრამ მე უბრალოდ მაწუხებს თეთრი სახლის გულუფხილობა ამ საკითხში. ლიბანის პრეზიდენტი აუნი. დიახ, ვაშინგტონში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლებს შორის. მაგრამ პირველ რიგში აუნს იცით, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ აუნი შეხვდება ნეთანიაჰუს ან ტელეფონით ესაუბრება და მას საერთოდ არ უნდა ამის გაკეთება. ის ასევე ისრაელს ადანაშაულებს იმაში, რაც ლიბანში ხდება, უფრო მეტად ვიდრე ჰეზბოლას. ეხლა მის ინტერესშია ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობა კონდეს. და რა თქმა უნდა, არ უნდა რომ ჰეზბოლა მის ქვეყანაში განადგურება გამოიწვიოს. მაგრამ არ შეგეშალოთ, რაც არ უნდა შეთანხმებები მიმდინარეობდეს იქ, მე მათთან დაკავშირებით საერთოდ არ მაქვს იმედი. და რაც საინტერესოა, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მან ლიბანში ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტა და კიდევ 3 კვირით გაახანგრძლივა. და ჩვენ მხოლოდ ის გვხვდება, რომ ჩრდილოეთ ისრაელში რაკეტები ეცემა. და ისრაელის საჰაერო ძალები მიზანში იღებენ ჰეზბოლას ლიბანში, მაგრამ არა ბეირუთში. და როცა ტრამპმა თქვა დამშვიდდითო ან რაღაც მსგავსი, ჩვენ ერთდროულად ვუსმენთ მას და არ ვუსმენთ მას. მარშრუტი, მე ვუყურებ იმავე ფაქტებს და უფრო ოპტიმისტური ინტერპრეტაცია მაქვს. შეიძლება ეს ჩვენი ხასიათების, ჩვენი წარსულისა და სხვა მიზეზების გამოა. მაგრამ ლიბანის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჰეზბოლა წარმოადგენს უცხო ძალას, რომ მათ ლიბანი ამ ომში ჩაათრიეს, რომელიც ლიბანის ომი არ არის. მან მათ მოღალატეები უწოდა, ხო ასეა? და მართალია ის ჩვეულებრივ ჰეზბოლას კონკრეტულად არ ასახელებს, მაგრამ ყველა მიცის ვიზე საუბრობს. ეხლა, აქვს თუ არა მას ხანდახან ისრაელზე არასასიამოვნო სათქმელი. დიახ, ნამდვილად აქვს. მაგრამ მან უფრო შორს წავიდა, სულ მცირე სიტყვიერად ჰეზბოლას კრიტიკაში და თქვა, რომ მათ უნდა დაყარონ იარაღი, ვიდრე რომელიმე წინა ლიბანელმა ლიდერმა თანამედროვე ისტორიაში. კარგი. და ამიტომ ფიქრობ ამისთვის მას უნდა დაუფასოთ. მეორე საკითხი და შეიძლება თქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ჰეზბოლა ძალადობრივი ექსტრემისტული ტერორისტული ორგანიზაცია. არაფერს გეუბნებით ახალს, რაც არიცით.
მაგრამ ჰეზბოლას წარსულში არ ქონია პრობლემა ლიბანელი ლიდერების მკვლელობაში. ცნობილია, რომ ბაშირ ჯუმაილი, რომელიც ისრაელთან მშვიდობის შეთანხმებას დებდა, სირიელებმა მოკლეს და ლიბანს აქვს პოლიტიკური მკვლელობების გრძელი ისტორია. და ის მართალია, რომ ღელავს, ხო ასეა? მართალია, რომ ღელავს და ფრთხილობს. საკითხავია, სწორმიმართულებით მიდის თუ არა. შეგიძლია თქვა, რომ არასაკმარისად სწრაფად, არასაკმარისად მტკიცედ, მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ის სწორმიმართულებით მიდის. თუ ლიბანის პრეზიდენტ შეეძლებოდა, ჯადოსნური ღილაკი დაეჭირა და ჰეზბოლა სამხედრო ძალად მოეშორებინა, ის დააჭერდა ამ ღილაკს. მას ეს ჯადოსნური ღილაკი არ აქვს. მას სჭირდება პროცესი. და ის დათანხმდა ამ მოლაპარაკებებს ელჩებს შორის. ის ჯერ არ დათანხმებულა, თუმცა პრეზიდენტმა ტრამპმა ნაადრევად გამოაცხადა, რომ შეხვდებოდა ნეთანიაჰუს. როგორც ჩანს, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. მაგრამ შეგახსენებთ იმას, რაც ნეთანიაჰუმ საჯაროდ თქვა, როცა ის საუბრობდა, მგონი ეს იყო ამ კვირის დასაწყისში, როცა ის ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიცრებს ესაუბრებოდა. მან თქვა, რომ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ლიბანში ჰეზბოლას წინააღმდეგ თეთრი სახლის თანხმობა აქვს. და მან ასევე თქვა, რომ ლიბანის მთავრობის მხარდაჭერაც აქვს. ასე რომ, კულისებს მიღმა იგზავნება შეტყობინებები, რომ როდესაც ისრაელი მოქმედებს ჰეზბოლას წინააღმდეგ, სამხრეთში მდებარე სამიზნეებს ურტყამს და ანადგურებს მათ ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ. ამას აქვს მხარდაჭერა როგორც ვაშინგტონში, როგორც რუბიოსგან მოვისმინეთ, ასევე ბეირუთშიც. და ლიბანელების საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, ლიბანელთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ჰეზბოლას სამხედრო მანქანის დაშლას. და ეს მხოლოდ ქრისტიანულ საზოგადოებას არ ეხება, ეს მხოლოდ სუნით მუსლიმთა საზოგადოებას არ ეხება, ეს მხოლოდ დრუსთა საზოგადოებას არ ეხება. მე კი ვნახე გამოკითხვა, სადაც შიიტი მუსლიმების ჰეზბოლას სპირთული საზოგადოების დაახლოებით მეოთხედი ან მესამედი მიიჩნევს, რომ ჰეზბოლამ უნდა განაიარავოს. არა, აბსოლუტურად. და მე არ მეპარება ეჭვი, რომ ლიბანელი ხალხი ამას მართლა გულისხმობს. მაგრამ როდესაც მდივანმა რუბიომ თქვა, იცით, არმიას კარგი ნება აქვს, მაგრამ სუსტია ლიბანის არმია. მაგრამ აქ არის ის, რაზეც უნდა შეგეწინააღმდეგოთ. არმია მთლიანად ჰეზბოლას მიერ არის შეღწეული. და მთავრობაც ჰეზბოლას მიერ არის შეღწეული. მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტი აუნი ჰეზბოლა, არა, ასე არ ვამბობ. მაგრამ საქმე მხოლოდ სისუსტეში არ არის. და დიახ, მართალია, რომ მას უნდა ეშინოდეს, რომ მოკლავენ. მაგრამ გაითვალისწინეთ, ვიცი, ყველას გვიყვარს თქმა, რა საოცარია, რა? ეს არაბი ლიდერი, რომელიც ესეთ ჟესტებს აკეთებს, ის არც კი დათანხმდებოდა, არც კი ესაუბრებოდა ნეთანიაჰუს ტელეფონზე. და ის არასოდეს გამოიყენებს სიტყვას ჰეზბოლა. თქვით, ვიცით ვის ესაუბრობს. ასე რომ, რასაც ვამბობ, მართალი ხართ. თქვენ ჩემზე მეტად ტოლერანტული ხართ. მე ვფიქრობ, რომ ისრაელი ყოველთვის ამართლებს არაბ ლიდერებს და ამბობს, მადლობა, მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვასრულებთ საქმეს, ისრაელი ეხმარება ლიბანის მთავრობას ჰეზბოლას მიზანში ამოღებით. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ დაგვაკნინონ, კარგი იქნებოდა ხანდახან მაინც გვითხრან დიდი მადლობა. მაგრამ კარგი, ეს ალბათ მეტისმეტია მოსალოდნელად. ასე რომ ვიცი, რომ პრეზიდენტ აუნს მადლიერებას არ გვცნობ. ჩვენ ვუკეთებთ მას სიკეთეს და არა პირიქით. ეს ერთი საკითხია. სხვათა შორის, როცა ირანზე ვსაუბრობთ, ესეც ირანს უკავშირდება, რადგან რა თქმა უნდა, ჰეზბოლა ირანის პროქსია. ეხლა მოდი ერთი წუთით ვნახოთ აქ რა ხდება. უნდა გადავხედოთ პრეზიდენტ ტრამპის პოსტს Truth Social-ზე. როგორც ყოველთვის, ჩვენ მოგწონთ ორივე, თქვათ, როგორც იუმორისტული განტვირთვისთვის, ასევე სერიოზული მიზეზით. აი რა თქვა ამაზე. მან თქვა, ირანმა ეხლახან შეგვატყობინა, რომ ისინი ციტატა დაშლის მდგომარეობაში არიან. ისინი გთხოვენ, რაც შეიძლება მალე გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, რადგან ცდილობენ გაარკვიონ თავიანთი ხელმძღვანელობის საკითხი, რაც მე მჯერა, რომ შეძლებენ. ძახილის ნიშანი. გმადლობთ ამ საკითხზე ყურადღებისათვის. პრეზიდენტო დონალდ ჯეი ტრამპ. აბა როგორ გაანმარტავთ ამ კონკრეტულ პოსტს? ამ ხრივ ფიქრობ ტრამპს საოცარი წარმატება ჰქონდა. მან აიღო ყველა იარაღი, რაც ირანელებს აქვთ და გააუნებელყო ისინი. როგორც პაკისტანთან მოლაპარაკებებში, პაკისტანში, ამიტომ ირანელებმა დაიწყეს საუბარი, რომ ჩვენ არ მოვალთ. გვინდა ეს პირობები წინასწარ შეთანხმდეს, გვინდა ეს იყოს დღის წესრიგში და ტრამპმა თქვა არ მოხვიდეთ.
სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ირანელები ფიქრობენ, რომ ზეწოლას ახორციელებენ. ისინი ძალიან ჭკვიანურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ისინი მოლაპარაკებებზე არ გამოცხადდებიან, სანამ გარკვეული პარამეტრები წინასწარ არ შეთანხმდება მათ სასარგებლოდ. ამერიკელებმა დათმობები უნდა გააკეთონ, რომ ისინი მოვიდნენ. და ტრამპი ამბობს, არა, არ მოხვიდეთ, ეს არ მაწუხებს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, შენ იღებ იმას, რასაც ისინი იარაღად თვლიან და შეიძლება გაანეიტრალო. იგივეა ჰორმუზის სრუტის შემთხვევაშიც. მათ თქვეს დაბლოკეთ ჰორმუზის სრუტე. მოვისმინე სხვადასხვა ექსპერტი, როგორც ისრაელში, ისე შეერთებულ შტატებში, რომლებიც ამბობდნენ, ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბირთვული იარაღი, რადგან ბირთვული იარაღით შეგიძლია ქალაქი გაანადგურო, მაგრამ ისინი მთელ მსოფლიო ეკონომიკას დაახჭობენ. მათ აქვთ რაღაც, რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბირთვული იარაღი. მათ შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და გლობალური ეკონომიკის განადგურება. ეს ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ბირთვული იარაღი. და ტრამპმა რა გააკეთა? მან აიღო ის, რასაც ისინი იარაღად თვლიდნენ და თავდაყირა დააყენა. მან ეს იარაღად მაწინააღმდეგ გამოიყენა სწორია. და ირანის ბლოკირებით, როგორც მან ვენესუელა დაბლოკა, როგორც შეერთებული შტატები ახლა კუბას ბლოკავს, ხო ასეა? ის ნელა, მაგრამ აუცილებლად ახორციელებს ამას ამ ეტაპზე სამხედრო საშუალებების გარეშე. ის ბომბებს არ ყრის, მაგრამ რეჟიმი ზარალობს, რეჟიმი იხდის ფასს, რეჟიმი შეძლებს არსებობას, თუ ისინი საერთოდ ვერ გამოიმუშავებენ ფულს, რადგან ნავთობის ექსპორტი არ შეუძლიათ. ეხლა ეს სტრატეგია. ლუკადას დრო დასჭირდება, რომ შედეგი გამოიღოს. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს საინტერესო სტრატეგია. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ უწევს სამხედრო მოქმედებების გამოყენება დრო და დრო. მაგრამ ბლოკადის ეს სტრატეგია, ვფიქრობ, შეიძლება ძალიან წარმატებული იყოს. რადგან ვიცით, რომ სწორედ ეკონომიკურმა ფაქტორებმა გამოიყვანა ხალხი ქუჩებიდან იანვარში წლის დასაწყისში. და თუ ეს ეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება, რეჟიმი ვერ გადაიხდის თავის ხალხს, ვერ გადაიხდის თავის რევოლუციურ გვარდიას და არმიას და ასე შემდეგ, შეიძლება ეს იყოს გზა, რომ ან მოახდინოთ ზეწოლა და მიიღოთ თქვენთვის სასურველი შეთანხმება ბირთვულ საკითხზე, ან საბოლოოდ ეს გამოიწვიოს რეჟიმის შეცვლას. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს და მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ სტრატეგიაში შესანიშნავია. და სრულიად არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ მას სტრატეგია არ აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ სოციალურ მედიაში რაღაცებს წერს. მე ვფიქრობ, ჩვენ ნათლად ხედავთ სტრატეგიას. და მას არასდროს დაუხოვნებია ეთქვა, რომ ურჩევნია სამხედრო ძალა არ გამოიყენოს. ეს არ არის გასაკვირი, ხომ ასეა? ის ამბობს, რომ ჩვენ ამას ნებისმიერ შემთხვევაში გავაკეთებთ. ან კარგ გზას ავირჩევთ, ან რთულს. და ჩვენ გვირჩევნია არა რთული გზა. და ის ფაქტობრივად მუდმივად უგზავნის ისლამურ რესპუბლიკას მესიჯს. მესიჯი ესეთია: ძათხარ ეხლა. ეხლა შენს ბირთვულ იარავზე უარსიტყვი. ეხლა ესე იქნება, ჩვენ შევალთ და ან თავად გადმოგცემთ გამდიდრებულ ურანს, ან ჩვენ თვითონ ავიღებთ მას. ეს ერთი და იგივე მესიჯია, ისევ და ისევ. დიახ, გესაუბრებით, გინდათ საუბარი. ჩვენი ნომერი იცით, კარგი, ვისაუბრებთ. გინდათ პაკისტანში შეხვედრა, პაკისტანშიც შევხვდებით. ბირთვულ იარაღს ვერ მიიღებთ და გამდიდრებულ ურანსაც დათმობთ. რაც ამ ყველაფერში კიდევ საინტერესოა, ის არის, რომ ჩვენ, ისრაელები, ამას სრულიად სხვაგვარად ვუყურებთ, ვიდრე ამერიკელები შეერთებულ შტატებში, რომლებიც ამ კონფლიქტს შორეულ მოვლენად აღიქვამენ. და თუ ისინი ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასის ზრდას ხედავენ, პანიკაში ვარდებიან, რაც ყველას გვესმის. ეკონომიკა. ფასების ზრდა ყველასთვის პრობლემაა. ისრაელები ამას ამერიკელებზე უკეთ იცნობენ. მაგრამ მათ მთავარი სურათი გამორჩენიათ. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ისინი ვერ ხედავენ, რამდენად მამაცები არიან ირანის ხალხი. იმიტომ, რომ თუ ამერიკაში ფიქრობთ, რომ ბენზინზე ან რამეზე კიდევ ერთ დოლარს იხდით, ირანის ხალხს საკვების დეფიციტი აქვს. მათ ინტერნეტიც კი არ აქვთ. მათი ფული, მათი რეალი არაფრად ღირს. ისინი ტერორის ქვეშ არიან. მათ დღის უმეტეს ნაწილში ელექტროენერგია არ აქვთ, არც წყალი. და მაინც ისინი ნაკლებად ჩივიან თავიანთ მდგომარეობაზე, ვიდრე ამერიკელები, რომლებიც ბენზინის ფასის ზრდაზეც უხან. და ვიცი, რომ ამერიკელები ვერ ხვდებიან, რატო უნდა იყოს ეს მათი პრობლემა. ეს ყველას პრობლემაა დასავლეთში. მაგრამ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, ეს სხვა თემაა. მაგრამ ვიტყვი, რომ ეხლა უკვე ვიღებთ ცნობებს. ჩვენთვის რთულია ამის ცოდნა, რადგან ირანში ინტერნეტის მდგომარეობა რთულია. მაგრამ ამბობენ, რომ პროტესტები ისევ იწყება. ეხლა ზუსტად არ ვიცით. კიდევ ერთხელ რთულია ვიცოდეთ, რომელი წყაროებია სანდო. მაგრამ რაც ნამდვილად ვიცით, არის ის, რომ რეჟიმი ამაზე შეშფოთებულია. და თუ რეჟიმი ამაზე შეშფოთებულია, ალბათ აქვს ინფორმაცია, რომ რაღაც ხდება. კარგი. და ძალიან რთულია ინტერნეტის გარეშე ადამიანებისთვის ერთმანეთთან კომუნიკაცია და იმის თქმა, რომ მოდით ამ მოედანზე და გამოდით მასობრივად.
ეხლა მეორე პრობლემა ისაა, რომ ეს მათ ისევ არ გადაარჩენს დახვრეტას, რადგან ისევ არ გაგვინადგურებია ყველა ალყაში მოქცეული მილიცია და რევოლუციური გვარდია. შესაძლოა იარაღი შეიტანეს მათთან, ხალხთან. არ ვიცი, მაგრამ რაღაცები დუხს ვითარდება. და მაგ შეგრძნება, რომ უნდა მეთქვა. ისრაელები, რასაც ჩვენ მუდმივად ვამბობთ, არის ის, რომ ყოველ შაბათ-კვირას, როცა ახლოვდება, გვგონია, რომ დართქმა იქნება. რადგან ცნობილია, რომ თითქმის ყოველთვის ყველაფერი შაბათ-კვირას იწყება. და ამის გამო უნდა აღნიშნო, რადგან ვიცი, რომ ჩვენს მაყურებლებს ეს აინტერესებთ, ჩვენ ვწერთ ამ გადაცემას დღეს 4 შაბათს 29 აპრილს. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როცა ახალ ამბებში რამე ხდება, თქვენ უნდა იცოდეთ, რა პერსპექტივიდან საუბრობთ. იცით, ირანელები დიდ ზეწოლას განიცდიან და ამავე დროს მათ სურთ, რომ რაღაც მოულოდნელი გააკეთონ, ხო ასეა? და არ მეპარება ეჭვი, რომ ის, რაც ლიბანში მოხდა, როდესაც ჰეზბოლამ რაკეტები ისრაელში გაუშვა, მათი მიზანია როგორმე განხეთქილება შეიტანონ ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მათ სურთ ვაშინგტონი და იერუსალიმი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რათა დაანგრიონ მათ წინააღმდეგ შექმნილი კოალიცია, ხომ ასეა? და ვფიქრობ, ნეთანიაჰუ, რომელიც კრიტიკის ქვეშაც იყო თავისი მხარდამჭერების ნაწილისგან, დიახ იმის გამო, რომ ლიბანის მიმართ რბილი პოზიცია დაიკავა, რომ დათანხმდა ისრაელის სამხედრო მოქმედებები ძირითადად სამხრეთით შეეზღუდა, ხო ასეა? ლიტანის მდინარის სამხრეთით ამის გამო, იცით, მას აკრიტიკებენ, მაგრამ ვფიქრობ, ხალხმა ხმა უნდა გაიგოს. რომ სწორია, ისრაელმა არ ახვეს ირანის სტრატეგიას, რომელიც ცდილობს დაგვაშოროს ვაშინგტონს. და მთავარი აქ არის ირანი. რადგან თუ ირანი კარგად გამოვა, ხო ესეა, თუ ირანი კარგად გამოვა, თუ ირანი რაღაცნაირად გამოვა, ეს შეესაბამება შეერთებული შტატებისა და ისრაელის ომის მიზნებს, რომლებიც ეხება ბირთვულ პროგრამას და ასე შემდეგ. იცით, რეჟიმი მართლა ახდენს ცვლილებებს, ან რეჟიმი საერთოდ დაეცემა, რაც კიდევ უკეთესია. ეს ავტომატურად აისახება ლიბანზე, იმიტომ რომ ირანის მხარდაჭერის გარეშე ჰეზბოლა არაფერია, ხო ასეა? ზუსტად ისე როგორც ჰამასი არაფერია ირანის მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ ვფიქრობ, რომ მართალია, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ზეწოლას ახორციელებს, ის ლიბანთან მიმართებაში მკაცრი არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის იღებს სწორ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას. ყოველთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების დასახვა, იმის თქმა რა არის ნომერ პირველი საკითხი, ნომერ პირველი საკითხი ირანია. თუ ირანის საკითხს სწორად მოვაგვარებთ, სწორად ყველაფერი კარგად დასრულდება, ეს იქნება გამარჯვება. მერე ჰეზბოლა. უმნიშვნელო პრობლემაა. თუ ირანი ამ ყველაფრიდან გამარჯვებული გამოვა, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი შეთანხმება იქნება, კარგი შეთანხმება ლიბანში ან სხვა რამ, ირანელები ამ შეთანხმებას მაინც დააზიანებენ. გადამწყვეტია, რომ ირანში ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. და ვფიქრობ, ვინც ნეთანიაჰუს აკრიტიკებს, ეს ისმის ჩრდილოეთ ისრაელიდანაც და უნდა გაუგომათ, რადგან მათ ბომბავენ, ხო ასეა? მაგრამ საბოლოოდ, სტრატეგიულად, როგორც ლიდერი, ვფიქრობ, რომ ის სწორ არჩევანს აკეთებს. არ უნდა მისცე ირანს საშუალება, რომ ვაშინგტონსა და იერუსალიმს შორის ბზარი გააჩინოს. ამაში სულიად გეთანხმები, მაგრამ მოდი ერთი წუთით ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობაზე ვილაპარაკოთ. ისინი მართლაც ძალიან იტანჯებიან. და როგორც ადამიანი, შენ და მე ორივემ ვიცით, რას ნიშნავს შუაღამით თავშესაფარში ან უსაფრთხო ოთახში გაქცევა. ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ეს, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ დანარჩენ ქვეყანაში ასე არ იყო. იგივე მდგომარეობაში, სხვათა შორის, სამხრეთ ისრაელიც იყო, როცა ღაზიდან რაკეტებით იბომბებოდა. ჩრდილოეთის ცხოვრებლებს თავშესაფარში მისასვლელად თითქმის არ აქვთ დრო. ეს არ არის ისე, რომ აიცით პიჟამოებით გავიქცე, მაქვს 90 წამი, შეიძლება ბევრი არ ჩანს, მაგრამ საკმარისია. ჯერ პირველ რიგში რამდენიმე წუთით ადრე იღებ წინასწარ გაფრთხილებას სირენამდე და შემდეგ გაქვს წუთი და ნახევარი თავშესაფარში მისასვლელად. ეს შეიძლება ბევრი დრო არ ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ, საკმარისია, რომ ფეხსაცმელი ჩაიცვა და ბომბის თავშესაფარში მიხვიდე. ჩრდილოეთ ისრაელში მცხოვრები ადამიანები უმეტესობა, არა ყველა, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, სად იმყოფებიან, სად ეცემა რაკეტები ჩრდილოეთ ისრაელში. ზოგიერთ მათგანს 15 წამი აქვს, ზოგიერთს კი საერთოდ არ აქვს დრო. ეხლა ხომ არ შეგიძლია მთელი დღე ბომბის თავშესაფარში იცხოვრო, მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს. არის პატარა ბავშვები. ისინი სკოლაში უნდა წავიდნენ. შიდა ფრონტის სარდლობამ თქვა: კარგი, შეგვიძლია სკოლაში დაბრუნება გავაგრძელოთ.
უნდა გითხრათ, რომ მშობლები ძალიან გაღიზიანებულები იყვნენ ამაზე. რადგან თქვეს, კარგი ბავშვები ბრუნდებიან სკოლაში. მე ჩემ შვილს სკოლაში არ გავუშვებ. არც მე გავუშვებდი, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან საშიშია. ბავშვები არიან სასკოლო ავტობუსებში, ან ბავშვები, რომლებიც ფეხით მიდიან სკოლაში. ეს ძალიან საშიშია, რადგან არასდროს იცი, როდის გაფრინდება რაკეტა. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც ისრაელში არ ცხოვრობენ და ისინიც კი, ვინც ჩრდილოეთ ისრაელში არ ცხოვრობს, ვერ ხვდებიან, რამდენად საშინელია ეს მდგომარეობა. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ჩრდილოეთ ისრაელის დიდი ნაწილი ტურიზმზეა დამოკიდებული, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც. Airbnb-ები, რესტორნები არის ადგილები, სადაც შეგიძლიათ წახვიდე, იცი ბუნებაში სეირნობა და სხვა მსგავსი რამეები. და როცა რაკეტები დაფრინავს, ხალხს იქ წასვლა აღარ უნდა. რესტორნებში აღარ ამინ დადის, ეს ყველაფერი ასეა, საშინელებაა. ის ხალხი მართლა ძალიან იტანჯება. და ჩვენ და პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მან ამ საკითხს მიხედა მისი სტრატეგია სწორია. მაგრამ ეს ნამდვილად გვაფიქრებს იმაზე, რომ არანაირი შანსი არ არსებობს, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ახლო მომავალში, ან არ ვიცი, თუნდაც შორეულ მომავალში გამოვიდეს. ისრაელის მთავრობამ ეს არაერთხელ განაცხადა. ჩვენ დავრჩებით სამხრეთ ლიბანში, მანამ სანამ ჰეზბოლა აღარ იქნება უსაფრთხოების საფრთხე. და ჩვენ იქ დავრჩებით. და სანამ ამჟამად იქ ვიმყოფებით, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში, ხო? ჩვენ ვანადგურებთ ჰეზბოლას სამხედრო ინფრასტრუქტურას, როგორც ოთახნეს წინ თქვი. დიახ, ჩვენ ვანადგურებთ სამხედრო მანქანას, სამხედრო ინფრასტრუქტურას, რომლის აშენებასაც მათ წლები თუ არა 10 წლეულები მოანდომეს. და ასე რომ ყოველი წამი რაც იქ ვართ, კარგად გამოყენებული დროა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიხდით ფას, მგონი 16 ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა ლიბანში, მას შემდეგ რაც ეს მიმდინარე ოპერაცია დაიწყო. ეს ახალგაზრდა კაცების ფასად გვიჯდება, მაგრამ აუცილებელი. და აქ ფიქრობ მთავრობის კრიტიკა, ნეთანიაჰუს პოლიტიკის კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ორივე გზა აქვთ არჩეული. ერთი მხრივ ისინი ამბობენ დაგვპირდით ცეცხლის შეწყვეტას და ისინი ისევ ისვრიან რაკეტებს. და ეს მართალია. უნდა გაიგოთ ცეცხლის შეწყვეტის შეზღუდვები ისრაელისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისრაელი არაფერს აკეთებს და ჰეზბოლა პასუხობს სროლით. კიდევ ერთხელ, ეხლა ეს ომი გეოგრაფიულად არის განსაზღვრული ძირითადად ლელეიტანიდან სამხრეთით და ძალიან ჩრდილოეთ ისრაელში, ხომ ასეა? მაგრამ თუ ჩრდილოეთში ხარ და ამბობ, რომ პრემიერ-მინისტრმა ცეცხლის შეწყვეტა დამპირდა, კი, შეიძლება თავი იმედგაცრუებულად იგრძნო. მეორე მხრივ, ჩრდილოეთში ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მან საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს, მას არასდროს უნდა დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტაზე. ასე რომ მას აკრიტიკებენ ცეცხლის შეწყვეტისთვისაც და ასევე იმისთვისაც, რომ დაეთანხმა ცეცხლის შეწყვეტას, ხომ ასეა? ისინი ორივეც უნდათ, ბევრ შემთხვევაში ის ადამიანები, ვინც მას აკრიტიკებენ. და შეიძლება ამ საკითხზე უნდა დავიწყოთ ის, რაც ახლა გვინდა გავაკეთოთ, ანუ ცოტა ვისაუბროთ ისრაელის შიდა პოლიტიკაზე, რადგან ისრაელში არჩევნები 6 თვეში ან ნაკლებ დროში გვექნება. და ჩვენ ნამდვილად შევდივართ საარჩევნო ციკლში ისრაელში. და ფიქრობდით, იცით, ჩვენ ყოველთვის გადაცემაში ვსაუბრობთ უფრო ფართო გეოპოლიტიკურ საკითხებზე, როგორც ირანზე, ხამასზე, ჰეზბოლაზე და აშშ-ისა და ისრაელის ურთიერთობებზე ამ მნიშვნელოვან თემებზე. მაგრამ ალბათ ახლა ის იქნება, რომ ყოველ კვირას ჩვენი პოდკასტის ბოლოს ცოტა ვისაუბრებთ იმაზე, რა ხდება პოლიტიკურად ისრაელში. და ამ კვირაში ნამდვილად იყო რაღაცა, ყოველ შემთხვევაში მედიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იქნებ მოუყვეთ ჩვენს მაყურებლებსა და მსმენელებს, რა მოხდა ამ კვირაში ისრაელის პოლიტიკაში. კარგი და სხვათა შორის, რაც კიდევ საინტერესოა, სწორედ იმ დროს, როცა ჩვენთან არჩევნები გაიმართება ისრაელში, დაახლოებით 1 თვის შემდეგ ან ნაკლებ დროში, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყება მათი შუალედური არჩევნები. და რაც ამას საინტერესოს ხდის ისა, რომ ეჭვიც არ არის. ირანში, ლიბანში, ღაზაში მიმდინარე მოვლენები ორივე არჩევნებზე მოახდენს გავლენას. მე ასე ვარაუდობ, კარგი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ამერიკელს საგარეო პოლიტიკა დიდად არაინტერესებს, ეს ყველა ამერიკელს არ ეხება. ბევრ ამერიკელს საგარეო პოლიტიკა არაინტერესებს. მაგრამ ეს მათაც ეხება. ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და ყველა ეს საკითხი ამერიკელებსა და ისრაელელებსაც ეხება. და საინტერესო იქნება ვნახოთ, რა გავლენას მოახდენს ეს არჩევნების შედეგებზე. ასე რომ კითხეთ უბრალოდ, ამ კვირაში რა მოხდა მეთქვა. ეს იყო ეგრეთ წოდებულ სენსაცია. თუმცა უნდა ვთქვა, რომ თითქოს ჩაქრა. ჩემი აზრით ასეა. ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი გაერთიანდა ნაფტალი ბენეტთან, რომელიც ძალიან ცოტა ხნით იყო პრემიერ-მინისტრი. ის და ლაპიდი ორივე პრემიერ-მინისტრის პოსტს ენაცვლებოდნენ ისრაელის წინამთავრობაში, რომელიც ამჟამინდელამდე იყო.
მათ გააერთიანეს ძალები და შექმნეს პარტია სახელად ერთად ბაიახად. და როდესაც მათ წარადგინეს ეს პარტია, ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ის იქნებოდა პრემიერ-მინისტრი და ლაპიდთან პოსტს არ გაინაცილებდა. და რაც საინტერესო ამაში ისაა, რომ ისინი წამოდგნენ, რათა წარედგინათ თავიანთი პარტია. და ტრიბუნაზე, იცით, ისინი ერთმანეთის გვერდით იდგნენ, ორ პულტთან. და ნაფტალი ბენეტმა თავის შესავალ სიტყვაში თქვა: იაირ ლაპიდთან პოლიტიკურ საკითხებში არ ვეთანხმები. და სწორედ ამიტომაა ეს კარგი. აი რატო არის კარგი, რომ ერთსა და იმავე პარტიაში ვართ? მისი იდეა იყო, რომ ჩვენ გახლეჩილი საზოგადოება ვართ და ეს ხელს შეუწყობს განხეთქილების განკურნებას. ეს ცოტათი გავს ამერიკულ ვერსიას, როცა ამბობენ, რომ ჩვენ პარტიულ ბარიერებს ვლახავთ. რას ფიქრობ ამაზე? სინამდვილეში ნაფტალი ბენეტმა უფრო ძლიერი მესიჯი ან სურათი გამოიყენა ისრაელელებისთვის. მან თქვა, რომ ეს გავს ჯარისკაცებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან. ზოგი მათგანი მემარცხენე პოლიტიკას მისდევს, ზოგი მემარჯვენეს, მაგრამ ყველა ერთად როგორც გუნდი იბრძვის. და ჩვენ ამას პოლიტიკაში გადმოვიტანეთ. მე და იაირ ლაპიდი, თქვა ბენეტმა, ყველაფერზე არ თანხდებით. მაგრამ ჩვენ ქვეყნის საკეთილდღეოდ ამ ალიანსს ვქმნით და ეს კარგი გზამილია. მე ვფიქრობ და ყოველთვის ვუყურებ პოლიტიკას და ინტერესებს, ამას ალიანსად ვხედავ. ერთი მხრივ ეს აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადამიანს, რომლებიც ანტი-ნეთანიაჰუს ბანაკის ნაწილია. და ლაპიდმა დათანხმდა, რომ ნაფტალი ბენეტის შემდეგ მეორე ნომერი იყოს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, იდეა ისაა, რომ ეხლა გვეყოლება ორი ნათელი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის. ან ნეთანიაჰუ, ან ბენეტი. და ასე ფიქრობთ, რომ ეს ოპოზიციას ენერგიას შემატებს. მაგრამ მას შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებში ჩანს, რომ ცალ-ცალკე მათ უფრო მეტი მანდატი ქათი ჰქონდათ კნესეთში, ვიდრე ერთად. და ეს იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვისაც ბენეტი მოსწონს, ლაპიდი არ მოსწონს და ამიტომ ერთიან სიას არ მისცემს ხმას. და ზოგიერთი, ვისაც ლაპიდი მოსწონს, ბენეტი არ მოსწონს და ისინიც ერთიან სიას არ მისცემენ ხმას. ამიტომ რამდენიმე მანდატი დაკარგეს. და მეორე მხრივ, ფიქრობ, სერიოზული პოლიტიკური ანალიზის უმეტესობა მიუთითებს იმაზე, რომ ორივეს არ ქონდა არჩევანი, ან რეალური პოლიტიკური არჩევანი, რადგან ბოლო თვეების ყველა გამოკითხვაში ლაპიდის რეიტინგი ძალიან დაბალი იყო. კი, შემიძლია ეს პოდკასტში ვთქვა? ფიქრობ კი. მას ხავს მგონი 24 ან 23 მანდატი ამჟამინდელ კნესეთში, მაგრამ გამოკითხვებში ერთნიშნა ციფრებში იყო. ზოგი გამოკითხვით ის ბარიერსაც კი ვერ გადალახავდა. ეხლა კი ის ოპოზიციის ლიდერია. მას აქვს უზარმაზარი საპარლამენტო წარმომადგენლობა. მაგრამ მისი პარტია ისე გამოიყურებოდა, თითქოს საარჩევნო კატასტროფის წინაშე იდგა. ამიტომ მისთვის ვიღაცასთან გაერთიანება ძალიან აუცილებელი იყო. და ბენეტის მაჩვენებლები ბევრად მაღალი იყო, მაგრამ მისი მაჩვენებლები იქლებდა. ის უარყოფით ტრაექტორიაზე იყო, მას შეუერთდა აიზენგოტი, რომელზეც დღეს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ის კიდევ ერთი ადამიანია ოპოზიციაში, რომელიც ზოგიერთ გამოკითხვაში უკვე ლეპიც უსწრებდა. ბენეტი, უნდა ვთქვა, და ამ მიზეზების გამო ორივემ მაქსიმალურად ისარგებლა, რადგან ისრაელში ჩვენი სისტემის მიხედვით საარჩევნო დაფინანსებას იღებ იმ რაოდენობის კნესეთის წევრების მიხედვით, რაც გასულ კნესეთში ყავდა. ამიტომ ბენეტი იღებს ფინანსურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას ამ პარტიისგან, იეშატით ლაპიდის პარტიისგან, რომელსაც აქვს სტრუქტურა, ფული და ასე შემდეგ. და ლაპიდი იღებს ადამიანს, რომელიც თეორიულად უფრო მეტ ხმას მოიტანს, ვიდრე თვითონ როდესმე შეძლებდა. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ რადგან ორივე სუსტი იყო, ან უფრო სუსტი ვიდრე იმედოვნებდნენ, იძულებულნი გახდნენ ერთად ყოფილიყვნენ. დიახ, მაგრამ იცით, უბრალოდ რომ გავამარტივოთ ხალხისთვის, იაირ ლაპიდი ოპოზიციის ლიდერია, რადგან მას კნესეთში მეორე ყველაზე მეტი მანდატი ჰქონდა ნეთანიაჰუს ლიკუდის შემდეგ. კარგი, ანუ ოპოზიციის ლიდერი არის ის, ვისაც მეორე ყველაზე დიდი პარტია ჰყავს. ის დაიწყო პოზიციების დაკარგვა. რეიტინგებში ეცემოდა, მაგრამ მანდატები არ დაუკარგავს. და ეხლა ეს მნიშვნელოვანია, რადგან ბენეტს მანდატები საერთოდ არ აქვს. ბენეტი, როცა ამბობთ, რომ მისი მაჩვენებლები მაღალია, გამოკითხვებს გულისხმობთ. სწორია. ბენეტი ყოველთვის უკეთესად გამოიყურებოდა გამოკითხვებში, ვიდრე რეალურ არჩევნებში, მაგრამ ეს უკვე სხვა საკითხია. და მინდა ერთი რამ თქვა ამაზე. ძალიან ჭკვიანური მეტაფორა იყო, რომ ორი ბიჭი ერთ ტანკშია, ტანკს იზიარებენ და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, მაგრამ ერთად მუშაობენ. ეს შესანიშნავი, იცით, მეტაფორა, მაგრამ ზუსტი არ არის. და მიზეზი, რატომაც ეს არ არის ზუსტი, ისაა, რომ ეს ბიჭები ტანკში სხვების პოლიტიკას ემორჩილებიან.
ყავთ არმიის შტაბის უფროსი. ისინი ამაში არიან. ისინი თანამებრძოლები არიან. არ მიყვარს ამ ტერმინის გამოყენება, რადგან ის უკიდურესად მემარცხენე ორგანიზაციებისთვისაა. მაგრამ ისინი ბრძოლაში თანამებრძოლები არიან, როგორც უნდა იყოს. მათ არც კი სჭირდებათ იცოდნენ რა პოლიტიკა აქვთ. მათ უნდა იცოდნენ, ვინ არის ერთგული და ვინ მებრძოლი. პოლიტიკაში პოლიტიკოსები ადგენენ პოლიტიკას. ამიტომ თუ განსხვავებული შეხედულებები გაქვს, ეს სულაც არ არის იგივე. ვისი პოლიტიკა გაიმარჯვებს, თქვათ ამაში. და ეს ერთი საკითხია. მეორეც მინდა ვთქვა, რომ უცნაურია, როგორ განსხვავდება ისრაელში სხვადასხვა გამოკითხველის მონაცემები, როგორია ნეთანიაჰუს მდგომარეობა სხვა პარტიებთან შედარებით, სრულიად განსხვავებულია. და გარკვეულ არხებზე, რომლებიც იყენებენ კონკრეტულ გამოკითხველებს. ტელევიზიის არხებზე ნეთანიაჰუ ბევრად დაბლაა ბენეტთან შედარებით გამოკითხვებში. და კიდევ ორ სხვა არხზე ნეთანიაჰუ ბევრად მაღლაა ბენეტთან შედარებით. რა არის ეს განსხვავება და რას ნიშნავს ეს? ყველა გამოკითხვის ორგანიზაცია განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებს. მაგრამ რაც ჩემი აზრით ბევრ ისრაელელს აღიზიანებს, არის ტელეარხები და სხვა მედია საშუალებები, რომლებსაც ნეთანიაჰუ არ მოსწონთ. ისინი ატარებენ გამოკითხვებს, სადაც ამბობენ, რომ ის არჩევნებს ვერ მოიგებს, მათი გამოკითხვების მიხედვით. და სხვა მედია საშუალებები, რომლებიც ნეთანიაჰუს უფრო უჭერენ მხარს, მათი გამოკითხვები ამბობს, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს, თითქოს ყველაფერი სრულიად პარტიულია. ალბათ ამერიკელებს ეს კარგად ესმით, იმიტომ რომ თუ CNN-ს უყურებ, ტრამპი არ მოგწონს და თუ Fox უყურებ, ალბათ ტრამპი მოგწონს, ხომ ასეა? ასე მგონია, რომ დღეს დასავლეთის ბევრ ქვეყანაში ასეთია მდგომარეობა. ერთადერთი გამოკითხვა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს, რა ხდება არჩევნების დღეს. ყველაფერი დანარჩენი თეორიულია. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ არის, ლეპიდის ძალიან დაბალი მაჩვენებლები და ის ფაქტი, რომ ბენეტის მაჩვენებლები უარყოფით ტრაექტორიაზე იყო, ვფიქრობ, ამან ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა, სადაც მათ გადაადგილება აიძულა. ვფიქრობ, ბენეტს სურდა შეთანხმების მიღწევა, მანამდე, სანამ მისი მაჩვენებლები კიდევ უფრო დაეცემოდა, როცა ჯერ კიდევ ჰქონდა რამის შესახებ მოლაპარაკების შესაძლებლობა, ხომ ასე? მისი სოციოლოგიური მაჩვენებლები და ლეპიდიც ალბათ საკმაოდ დარწმუნებული იყო, რომ მისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდებოდა და მას შეთანხმების მიღწევა და თავისი რესურსების მაქსიმალურად გამოყენება სჭირდებოდა, რაც ძირითადად მისი ორგანიზაცია და ის ფულია, რასაც ის მაგიდაზე დებს. შეიძლება მომავალ კვირას სხვა პარტიებზეც ვისაუბროთ, მაგრამ ეს იყო ამ კვირის მთავარი ამბავი. ეჭვი მეპარება ლაპიდისა და ბენეტის ეს ერთობა თამაშის წესებს შეცვლის თუ არა. ალბათ ამით დავასრულებ. შეიძლება ეს გავლენას მოახდენს ანტი-ნეთანიაჰუს ბანაკის ხმებზე. არ ფიქრობ, რომ ეს მოიზიდავს ხმებს, რომლებიც თეორიულად მერყეობენ მარცხენასა და მარჯვენ შორის, თუ შეიძლება ასე ითქვას ისრაელში. ადამიანები, ვინც ფიქრობდნენ ნეთანიაჰუსთვის ხმის მიცემას, ახლა ამ სიას მისცემენ ხმას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს უფრო შეცვლის იმას, თუ როგორ მისცემენ ხმას ანტი-ნეთანიაჰუს ბანაკში. არ ფიქრობ, რომ ეს ხმებს ერთი ბანაკიდან მეორეში გადაიყვანს, შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მესმის. კი, სწორია. და მომავალ კვირას კიდევ ერთხელ ავხსნით, რატომ არის ეს სისტემა განსხვავებული, შევებული, შეერთებულ შტატებთან შედარებით. და როგორც ვამბობ, შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი სხვა ქვეყანა მსოფლიოში. მაგრამ ჩვენი მიზნებისთვის და ამ ომისთვის შეერთებული შტატები ყველაზე მნიშვნელოვანია. და ჩვენი სისტემები განსხვავებულია. და სწორედ ამიტომ ზოგჯერ ამერიკელებისთვის რთულია ჩვენი სისტემის გაგება, როგორ მუშაობს ის და რას ნიშნავს ეს. ან არჩევნებს იგებ, ან არა. ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც შეერთებულ შტატებში. და ამაზე საუბრისას ვნახავთ რა მოხდება. და ვინ იცის რა ხდება. როგორც ყოველ კვირას ვამბობთ, რა მოხდება ამ შაბათ კვირას ირანთან დაკავშირებით. დაწუნებული ვარ, პრეზიდენტი ტრამპი აუცილებლად მოგცემს სალაპარაკო თემას. ნამდვილად. მომდევნო კვირაში შევხვდებით, რუთი.